ეს ხიდი არის ბოსნიასა და მონტენეგროს შორის საზღვარი. გაგეცინება და ხიდის სილაბაზე კი ხიდიდან ვარა ხიდის მდგომარეობა ისეთია რა უკეთესი სურვიდა კაცი. ესეც ასე მეგობრებო მონტენეგროში ვართ. საზღვრის გავლა გაიარა ექსცესების გარეშე ვიზა მომკითხა მე ვთხარი Georgian citizen რა ის ვიზა თქო და არ დამიჯერა წავიდა მეორესთან გადაამოწმა და მე მაგას თავი და დამიბრუნეს ჩემი პასპორტი კეთილი გზა მისურვეს რაღაც თავის ენაზე და მონტენეგროში ვართ. აბა ნახოთ რას გვიმზადებს მონტენეგრო. გზის საფარი უკეთესია ვიდრე ხორვატიაში. ხორვატია კარგად იყოს და ბოსნიაში უკვე ამერია რომელი ქვეყანა რომლის მერე იყო და ეხა გავუყვეთ აბა გზას. ნაციონალური პარკები აქვს ხორვატიას ძალიან ლამაზია და ერთ-ერთისკენ მივემართები და მართლაც რომ ჰო და ჰა მართლაც რომ ლამაზი ხედები იშლება. ძალიან კარგი მომწონს ზუსტად ეს მინდოდა მეც. ხო, ერთმა მეგობარმა კითხვა დამისვა ინტერნეტთან დაკავშირებით. ესე იგი, Vodafone-მა მარტო ჰოლანდიაში იმუშავა და მაგის მერე არ იმუშავა Scania, არ იყიდოთ Vodafone-ის გარდა არ გიდათ. ოთუმ იმუშავა გერმანიაში, ოთუმ არ იმუშავა შვეიცარიაში, შვეიცარია ცალკე კუნძულია წყალებში, მან დააფრია იმუშაოს მეგონი. მერე ოთუმ იმუშავა იტალიაში მშვენივრად, სლოვენიაში, ხორვატიაში, არ იმუშავა ბოსნიაში და ეხა ვარ მონტენეგროში და არ ვიცი მონტენეგროში რა სიზამს იმუშავებს თუ არა ოთუ მონტენეგროში. მაგრამ მე მაქვს მობი მე ჩავაგდებ description-ში. ანუ ტელეფონში რის ინტერნეტიც მაქვს საერთაშორისო სიმბარათი. ეგ ყველგან მუშაობს ფაქტია რა მაგის ევროს პაკეტიც მაქვს ნაკიდი და გლობალიც მაქვს ნაკიდი. იმიტომ რომ სხვანაირად ბოსნიაში ინტერნეტი არ მექნებოდა. მონტენეგრო ნელ-ნელა მომწონს. კარგი გზა. ასეთი ლამაზი გვირაბები. მოხვეული ამინდი სუპერი. პივა მდინარეო. რა გური ხიდია. Koçok Montenegros koçok. შენ მოგევლე. ვაუ. მაგარია. ძალიან მაგარია. hop ხილოთ თარ. Montenegro, I like you. Nice, very nice. ძალიან მაგარია. რა კარგი ვქენი რომ წამოვედი მონტენეგროში. კი აქვს სახელი რაღაცნაირი უცნაური მონტენეგრო, მაგრამ ხედავ როგორი გზა აქვს. ეგ მომწონს, კარგია. მონტენეგროს გონია სილამაზეები. რა მაგრად ასწორებს. გვირაბი უცებ გზა, მაგარია. თან იქით რა ხედებია. საინტერესოა როგორ აღიქონს ამ ყველაფერს კამერა. ვაუ. მაგარი გზა. ესე იგი ბოსნიიდან მონტენეგროში რო შემოხვალ, მენა სუპერ გზა გხვდება. გახვედი ერთში მეორე. სპეციალურად გააკეთეს ეგეთი თუ რა? ვაუ. Nice, very nice. ძალიან მაგარია, ძალიან ლამაზი. ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო სერბეთის ნაცვლად.
მონტენეგროში წამოსვლა, აი ძალიან კარგი გადაწყვეტილება იყო ეგ. აქ არ გააჩერო ამ ყაზახს უთხრეს არ შეიძლებაო და არც ჩვენ არ გავაჩეროთ სადაც არ შეიძლება მანდ გავაჩეროთ იქ სადაც შეიძლება. ძალიან მაგარი გზაა. სულ უნდა გადაიღო ისეთი გზა არის. ისეთი ლამაზია, კარგი საფარი, ქვევით სავარაუდოდ ეს არის წყალსაცავი ვიდრე ბუნებრივი. და ნუ მოკლედ მივუყვები შენ ამ გზას. ვა, რა ლამაზია. რა მაგარია. ოჩახ მონტენეგროს, ოჩახ. ეს იძახის რომ აქ უნდა აუხვიო და ზევით წახვიდეო. სად არის აქ ასახული? ვა. ოკეი. აუხვიოთ აქ. ვა, რა მაგარი ასახვევია, რო აუხვევ და ეგრევე რომ გვირაბში შედიხარ. Храм святого великомученика. Святого мученикთან კიდე მომწავედი. ის კითხვის დროს. აუ რა მაგარი გზა აქვთ გაყვანილი ტიპებს სპეციალურად აქვთ უეჭველი გაკეთებული რომ მოხვიდე და აი სიამოვნო მოტოციკლეტებით. ვაუ, მაგარია. მონტენეგრო შევიყვანოთ მეგობრებო მასთებში რა. აქ უეჭველი, აქ უეჭველი. ვა, რა ლამაზია. ძალიან მაგარია. რა მოსახლეები გააძრე და მოსახლეიდან რომ ეგრევე შედიხარ, აი ესეთ გვირაბში, ფრთხილად. რას მოქროდა ეს შობილძაღლი? თან ისეთი წვლილია რომ ვერც პირველი ჭირდება მოტოს ისეთი აღმართია, წარმოიდგინეთ რომ გრეტას ჭირდება პირველი რომ გავიდეს. ცირა ეს უფრო ლამაზი. უფრო კი არა, ეს მაგარი ადგილი. ცოტათი უნდა შეგეშინდეს, კაცო ხე რომ მოხვა გადმოსახედზე აბა როგორ. მონტენეგროს მთავრობა ადგა და ესეთი გზები გააკეთა ვიუპოინტებზე მისასვლელი და არის ძალიან მაგარი ეგ. სხვა დანიშნულება ამ გზებს არ აქვს, აი ამ წვრილს ვიწროს. გარდა იმისა, რომ აი ესეთ მაგარ ადგილებზე ტურისტები ამოვიდნენ. ხალხი ამისთვის აქ ჩამოდის. მაგარია. მონტენეგრო ეს ის არის მეგობრებო, რამაც მე გამაჩუმა. აქ ისეთი ხედები იშლება, რომ ვა და ეს კიდე მაიც ერთი წამით თუ უკაცრავად სულ ერთი წამით თუ შეიძლება ეს რა არის? აი ხო და დავждე ხსტა და დავისვედო აი ხო უეჭველი და 100%. ამისთვის დავდივარ, ამისთვის. ძალიან დიდი სილამაზე ყოფილა თურმე მონტენეგროში და მე კიდევ ვაპირებდი რომ გვერდით ისე ჩამევლო რომ აქ არ შემოსულიყავი, კიდევ კარგი რომ აქ მოვედი. მოტოციკლეტისტი. წამოუწვა და ძიდას დაიღალა რა კლას. და იქით ნახეთ რა ხედები იშლება. მონტენეგრო მიყვარს, მორჩევსო. დავწყვეტე. მონტენეგრო მიყვარს. აუ რა მაგარია. მე უნდა წავიდე გასასტუროს კეთორე დამაღავდება ისევ აი ამ ხეტიალს ვერ მორჩები, ვერ გავჩერდები. რა მაგარი ადგილი. ცოტა ხანი ვიარო, ცოტა ხანი დიდხანს არა. ძალიან არ შევყვე, თორე შეიძლება ვიარო მთელი დღე და თავი ამოყო სადღაც, არ ვიცი სად. ისე მევასება ეგეთი ადგილები.
ვა. აი საითაც არ გადაიხედავ. ყველგან არის view point-ები. თუ შენ დადგე და აი ამ სილამაზეს უყურო. ვაჰ, ბიჭო, რა სილამაზეა. და გავჩერდი. აი ეს ცოტა ხანი გავჩერდი და აი ამ ყველაფერი დავტკბე. ამ სიმშვიდით, ამ სიწყნარით და ამ სილამაზით. და უკვე სასტუმროსკენ უკვე 5:09 და დაგვაღამდება. არ მინდა რომ დამაღამდეს. ამიტომ გავტრიალდეთ ოთარ. აქ კიდე მოვალთ. უეჭველი. მონტენეგრო ულამაზესი ქვეყანა აღმოჩნდა. და ეს მხოლოდ რავი, ნახე, ხა შემოვედი რა. ერთი ნაციონალური პარკი ასეთი აქვს რამოდენიმე. ყველას ალბათ ამ ჯერზე ვერ ვნახავ, მაგრამ ძალიან ლამაზი ქვეყანაა და რაღაცა დადებით ემოციებს იწვევს ისეთი. აი ასეთ ხედებს რო ხედავ, სხვა გზა არ არის, კამერა უნდა ჩართო რა. და დადგმე თან ამ სილამაზით დადგმე და თან თქვენც მოგწეთ საშუალება რომ ამ სილამაზით დადგმეთ. და თან გზას უნდა უყურო ყურადღებით. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან ლამაზია, აი ძალიან ლამაზია და ეხლა ვერ გავჩერდები ამ სილამაზით დასატყვებად. 48 წუთს მიწერს სასტუმრომდე და 48 წუთში კიდევაც დაღამდება, ასე რომ უნდა ვიყო კარგ ტემპში, შესაძლებლობის ფარგლებში. უსაფრთხოების ფარგლებში, რა თქმა უნდა. ცუგა, ნუ მიიღებ ცუგა. არ დამიყეთა ჭკვიანი ცუგა. ვაუ, მაგარია. გზაც და ხედიც და თაც და რავი, ყველაფერი მაგარია ამ ქვეყანაში. ამინდიც. მოვიდი სასტუმროში და მაგარი გადაუვა ის არის და არავინ არ არის. საერთოდ არავინ არ არის სასტუმროში. მარტო ანუ მიმღებს არავინ არ არის, საერთოდ არავინ არ არის.
ესეთ რაღაც პატარა სოფელია მონტენეგროს ტყეში. კოდი გამოგიგზავნეს, რითაც შეძლებ რომ შევიდე Wi-Fi-ის პაროლი რაღაცები და ამის გავათენებ რა. ზონასა кайფი სახლი არის. და შეიძლება დღეს რომ შევაფასო, ძალიან მაგარი დღე იყო, იმიტომ რომ არ ველოდი ასეთ მაგარ რაღაცას მონტენეგროსგან არ ველოდი. ძალიან მომეწონა, ძალიან. ხა დღეს რომ მოდიოდი ბოლო მონაკვეთ რომ გადმოვიარე, უკვე მაგვიანდებოდა სასტუმროში რაღაცა იქ ვერ გავჩერდი რა, ვერ ვათვალიერე და სიერა და ამიტომ გავილი ამ გზას უკან, როცა იქნება კარგი. ანათება მოდივით მზერო იქნება და მაგასაც გადავიღებ მოკლედ რა. ეს ისეთი გამოცდილებაა სასტუმროში რომ შედიხარ ისე რომ არავინ არ არის და გადავწყვიტე რომ გადავიღო რა რაღაცა მომწერეს მესიჯად. ესე იგი უნდა აკრიფო, ოკეი, 4 ერთიანი 1 2 3 4 easy. Კარგი გაიო. Let we will find your key with number 8. Key ვიპოვეთ. მერვე ნომერი key ვიპოვეთ. Delete ფული უნდა დაუტოვო ქეშად. და გავგზავნო ჩემი პასპორტის მონაცემები. Okay, fine. მე არ მაქვს პრობლემა. ცოტა ისეთი რამე 22 რომ სასტუმროში რომ ჩემი სადაც არავინ არ არის. რაღაც Silent Hill. მოგეთ. შენი არი? ოთახი მაქვს? აბაზანა? მოდი აბანახ, რა ეს? ოთახია? შვილი არის? აბაზანაც მაქვს. Good. ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება. Very good. წყალი გადავიღოთ, მოვწესრიგდეთ ადამიანს დავიმსგავსოთ, დავიღალე, მაგარი დღე იყო, მონტენეგრო ძალიან მაგარია, მაგრამ მაგარად დავიღალი და ეხლა მჭირდება დასვენება, დავისვენებ და მერე ხვალ უკვე ისევ მონტენეგროს ესეთი ლამაზი ხედი მაქვს, რომ გამოვალ. მე მომწონს მონტენეგრო. აბა, მომავალ შეხვედრამდე. დღეს დილით გავიგვიძე და წვიმს. აი ასე. ასიზამ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა, ისე არ ლაგდება. მონტენეგრო უიჭველი ქალია. ლამაზი და ჭირვეული. იმდრო ასე მომეწონა. ჯერ იყო და გაგიმებული, გაშლილი სიტყვი დამხდა და აი რომ დაინახა რომ აი ეგ არის რა გაბმული ვარ მახეში მომეწონა ვიფიქრე რომ აი მოვივლი ახლა აქაურობას არ დავტოვებ არც ერთ გზას თქო პირი იცვალა ცხვირი აიბზურა თელი დღეა წვიმს აი თუ მართლა მომწონვა რომ აბაო ეგეთიცო არა, ეგეთი არ მომწონს. წვიმს გადაუღებლა. რა აზრი აქვს ხა თუ წავიდე, რო არ წავიდე, როგორ არ წავიდე. აი ეგეთი არ მოსვა მონტენეგრო. მუხანაც